პრინციპში მზადვართ. მადლობა მეგობრებო. მადლობა თქვენ დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისთვის და აქ რუსთაველზე დგომისთვის. სადაც თითოეულმა ჩვენთაგანმა, თითოეულმა პროტესტის მხარეს მდგომმა ადამიანმა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის იდეის გარშემო სტიმული მოგვეცა ერთმანეთის მხარდამხარ დგომით დავიცვათ ღირსეულად ამ ქვეყნის წარსული აწმყო და მომავალი. ჩვენ ვართ ანტიკრიზისული პლატფორმის წევრები. ადამიანები სხვადასხვა სფეროდან, იურისტები, ეკონომისტები, მასწავლებლები, ჟურნალისტები, ვრცელი სია თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი. ადამიანებმა, რომლებმაც პროტესტში, მათ შორის პროტესტში ვიპოვეთ ერთმანეთი და საწყის ეტაპზევე გავაანალიზეთ, ვიგრძენით, გავაცნობიერეთ, რომ მხოლოდ აქციების, ქუჩის აქციების გარდა, რაც რა თქმა უნდა აუცილებელი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ფორმაა, მაგრამ არა წარმატების გარანტი. აუცილებლად მივიჩნიეთ უფრო აქტიური, ქმედითი ნაბიჯები, უფრო მეტი სკეთება, მეტი საქმე, მეტი ფიქრი, ანალიზი, კვლევა და გამოსავლის ძიება. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ რუსთაველზე დგომა და ინერციით მიმავალი პროცესი საწყის ეტაპზევე, საწყისშივე ვერ წარმოგვედგინა და სიმართლე რომ გითხრათ, დღესაც ვერ წარმოგვიდგენია პროცესების პოზიტიური სცენარით განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ გავერთიანდით და ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად უანგაროთ და ენთუზიაზმზე დაგვეწყო ერთობლივი მუშაობა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლისა და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის იდეისთვის. ისევე როგორც პროტესტის მხარეს მდგომმა მრავალმა ადამიანმა, ჩვენც ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკანონო პატიმრების, გაბატონებული უსამართლობის, შერჩევითი სამართლის, ავტოკრატიული ელემენტების გამეფების კვალობაზე გამოვედით კომფორტის ზონიდან, გადავდეთ ყველაფერი და დავიწყეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებისა და გამოცდილების კვლევა. კერძო თუ როგორ მოქმედებდნენ იმ საზოგადოებებში და რა გამოსავალი მოძებნეს იმ საზოგადოებაში, იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოება იყო პოლარიზებული, სადაც პარტიების მიმართ აღარ იყო ნდობა, სადაც საზოგადოებაც სავსების სამართლიანად ჰქონდა აპათია პოლიტიკური ფიგურებისადმი და პრინციპში არც პარტიული დღის წესრიგით იკვეთებოდა გამოსავალი. ჩვენ ამ პირობებში სისტემური გზით აღმოვაჩინეთ, რომ მიიღწა გადაწყვეტა სხვადასხვა ქვეყნებში. შესაბამისად, სწორედ კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ მათ ამ ქვეყნებმა, რომელიც არ წარმოადგენს ახალ ველოსიპედს, ტექნიკური მთავრობის, ანუ ანტიკრიზისული მთავრობის იდეით განახორციელეს სისტემური მიდგომით ცვლილებები და პროგრესი. საკმაოდ ეფექტური მოდელი. მათ შორის რაც ითვალისწინებდა ეგოების დათრგუნვას, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგის მეორე პლანზე გადადებას და დარგი სპეციალისტების, პროფესიონალების მობილიზებასა და გაერთიანებას. გამოცდილებამ და პრეცედენტებმა გვაჩვენა, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს იქ, სადაც ადამიანებს ჯერა პასუხისმგებლობის, სოდნის, თანამშრომლობის იდეის და რაც თავარია, ძალის ერთიანობის. ჩვენც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში, როგორც ფარგლებს გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, ყავს არაერთი მსგავსი ადამიანი, რომელთა პოზიციონირება ეფუძნება კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის სინთეზს.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ რაც აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ზოგადად ველი გაკეთილშობილდეს და პროცესები გაჯანსაღდეს. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, შევქმნით ანტიკრიზისული პლატფორმა. საზოგადოებრივი და პროფესიული გაერთიანება, სადაც რეალურად პრინციპი და მთავარი მოდელი აგებულია ქვემოდან ზემოთ პრინციპზე. რაც თავის თავში გულისხმობს, რომ ჩვენ არ ვართ პარტიულები და არც ყოფილვართ, არ გვაქვს არც პოლიტიკურად ანგაჟირებული გეგმები, არ ყავს ერთი კონკრეტული ლიდერი და არც დამფინანსებელი. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, ადამიანები, რომლებმაც ავიღეთ პასუხისმგებლობა, გასიგრძე განებული გვაქვს და გავაცნობიერებთ თითოეული ადამიანის როლია და ინკლუზიურობის აუცილებლობა ამ პროცესში. ჩვენი მთავარი ყველას აბსოლუტურად ჩვენი პლატფორმის კარი ღია ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენ პრინციპებს. ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესი, პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა, ინკლუზიურობა, ანგარიშვალდებულება და რაც მთავარია, კონსენსუსი. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ პლატფორმას იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივ საწყისებზეა აღმოცენებული პირველ რიგში სინდისის პატიმრები და მათი ოჯახის წევრები შეუერთდნენ, რადგან ეს არის ერთობის პლატფორმა და მათი ხმა, ისევე როგორც თითოეული ადამიანის ხმა, აუცილებლად უნდა ისმოდეს და ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ადამიანის ხმა და არც ერთი იდეა ჩვენთან არ არის ნიველირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იდეები და მნიშვნელოვანია სწორედ ის მუშაობა და ის ასპექტები, რითაც დავიწყებთ და აუცილებლად უნდა გავაჟღეროთ დღევანდელი პრეზენტაციის ფორმატში, რომ ერთ-ერთი ინიციატივა, რაზედაც ჩვენ დავიწყებთ ფაქტობრივად თვეების წინ მუშაობა და ფიქრობთ, რომ საჯაროდ გამოსატანად მზადაა, მათ შორის საჯარო დისკუსიების ფორმატში, ეს არის ანტიკრიზისული მთავრობის კონცეფცია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის არც ძალადობრივი იდეა, არც რევოლუციური სცენარისკენ მოწოდება, ეს არის კონკრეტული გეგმა, რომელიც ეფუძნება ფიქრს, ანალიზს, კვლევას და რაც მთავარია საზოგადოებრივ კონსენსუსს. ჩვენ მუშაობთ სწრაფად იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ქვეყანა კრიზისიდან მშვიდობიანად გამოყვანილი. თუმცა ჩვენი მუშაობა არავითარ შემთხვევაში არ ეფუძნება იმპულსურ და ემოციურ გადაწყვეტილებას. რაციონალური მიდგომა, რაციონალური სვლა, კრიტიკული ანალიზი და ინტელექტი არის ის პოზიციონირება, რასაც ეფუძნება ჩვენი ჯგუფი და რაც მათ შორის ანტიკრიზისული მთავრობის კონცეფცია ითვალისწინებს, ანტიკრიზისული პლატფორმის კონცეფცია ითვალისწინებს. ჩვენ ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს რეჟიმის წინააღმდეგ ხალხი პირისპირ ვართ დარჩენილი. რეჟიმს ძალიან ვაღიზიანებთ და ძალიან აღიზიანებს თითოეული ჩვენთაგანი და ძალიან აღიზიანებს ქვეყანაზე უანგაროდ შეყვარებული ადამიანები, საღიაზრი, ინტელექტი. შესაბამისად, მარტივად პროგნოზირებადია ისიც თუ რა გეგმები და ამოცანები აქვთ. კერძოდ რუსთაველის საზოგადოების, რუსთაველის პროტესტის დახშობისა და საპირისპირო აზრის მოსპობის კონტექსტში. შესაბამისად, საჭიროა ჩვენგან სწრაფი რეაგირება და რაც მთავარია გაერთიანება, რადგან იმ შემთხვევაში თუ მოვახერხეთ საზოგადოებამ, ხალხმა გაერთიანება, უძლეველობის მანტიით ვიმოსებით, მათ შორის იმედს ვუჩენთ ფრუსტრირებულ კატეგორიას და პროცესს ვაძლევთ მასშტაბურ და მასობრივ ხასიათს, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ გამარჯვებამდე. ანტიკრიზისული მთავრობის ინიციატივით ჩვენ გთავაზობთ სწორედ რომ არა დაყოფის,
არამედ გაერთიანების გზას, სადაც მოქალაქეები, ყველა თაობის ადამიანები, პროფესიონალები ერთ საერთო მიზანს ემსახურებიან. ეს არის ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში გათენება და ქვეყნის ღირსეული, სამართლიანი, თავისუფალი, ეროვნული და ევროპული მომავალი. ჩვენ გაანალიზებული გვაქვს, რომ ეს არ არის ერთდღიანი აქტიობა, მოითხოვს და ითვალისწინებს კომპლექსურ მიდგომებს, რისთვისაც მზად ვართ, მაგრამ რაც მთავარია, წარმატების ფორმულა ამ ყოველივეს აქვს და დაშენებულია თითოეულ თქვენგანზე, თითოეულ ადამიანზე, თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე, რომელთა ხმა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა ისმოდეს და რომლებიც უნდა ქმნიდნენ ამინდს ამ ქვეყანაში და საბოლოო ჯამში ყველა ხელისუფალი გვემსახურებოდეს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ ზოგადად ავსვამთ კითხვებს, ისეთ კითხვებს, როგორიცაა გვეშველება რამე, რა გვეშველება, თუ ვინმე არ დაგვეხმარება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტა. ჩვენ ვართ ჩვენი თავის, ჩვენი შვილების და ჩვენი მომავლის ბედის და განსაზღვრელები და ხვალინდელი დღის განსაზღვრელები. შესაბამისად, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვუშველოთ ჩვენ თავს და თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავიყვანოთ ეს ქვეყანა სამშვიდობოს. ეხლა სიტყვას გადავცემ ერთ-ერთ სპიკერს, რომელიც უშუალოდ დეტალებზე გაგესაუბრებათ ანტიკრიზისული პლატფორმის და ჩაშლის ამ კონცეფციას. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით აქტივობისთვის. ეს ბევრჯერ ვახსენეთ სიტყვა კრიზისი, მაგრამ რაც უფრო დიდხანს ვუყურებთ ჩვენს რეალობას, ჩვენ ხვდებით, რომ საქმე მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისთან არ გვაქვს. ეს არის სისტემური კრიზისი, სახელმწიფოს მოწყობის, დობის და ზოგადად სახელმწიფოებრივი აზროვნების კრიზისი. მწვავე კრიზისისა და პოლარიზაციის პირობებში გამოსავალი ვერ იქნება სტანდარტული პოლიტიკური მიდგომები. დაბალი ნდობის პირობებში საზოგადოება ითხოვს სხვა გზას. საჭიროა ახალი, მაგრამ საერთაშორისო დაპრობირებული მოდელი, დაფუძნებული პროფესიონალიზმზე, ცოდნაზე, პასუხისმგებლობაზე და მოქალაქეების მაქსიმალურ აქტიურ ჩართულობაზე. სწორედ იმიტომ, რომ კრიზისი არის სისტემური, ჩვენც ვფიქრობთ, რომ გამოსავალიც უნდა იყოს სისტემური. არა ემოციური, არა დაპირისპირებაზე აგებული, არამედ რეალური, პროფესიონალურ საფუძველზე ჩამოყალიბებული გეგმა. ასე მივედით ანტიკრიზისული მთავრობის იდეამდე. ანტიკრიზისული მთავრობა ნიშნავს დროებით, მაგრამ კომპეტენტურ, ფართო საზოგადოებრივ თანხმობაზე და ნდობაზე დაფუძნებულ მმართველობას, რომელიც შეასრულებს ერთ მთავარ მისიას: მოამზადოს ქვეყანა რეალური დემოკრატიული გარდატეხისთვის. ის არ ნიშნავს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, რევოლუციას ან ქუჩიდან მმართველობას. პირიქით, ეს არის შუამავალი ეტაპი ქაოსიდან წესრიგისკენ, კონფლიქტიდან კონსენსუსისკენ. ჩვენს მიერ შესწავლილი გამოცდილება ცხადად აჩვენებს, რომ მსგავსი მოდელი წარმატებით მუშაობდა იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური კრიზისი იყო ძალიან მწვავე. მაგალითად, ავსტრიაში, ლიეტუვაში, რუმინეთში, ჩეხეთში და ასე შემდეგ. ყველგან ერთი პრინციპი იყო გადამწყვეტი. დროებით ვაჩერებთ პარტიულ ბრძოლას და ვთავთ პროფესიონალებს, რომლებიც იწყებენ სისტემურ განახლებას. ჩვენი მიზანი ზუსტად ეს არის: დავეხმაროთ საზოგადოებას და მსგავსი მოდელი გააზრებულად, მშვიდობიანად და პასუხისმგებლობით შევთავაზოთ. ანტიკრიზისული მთავრობა შედგება ტექნოკრატებისგან, ანუ დარგის პროფესიონალებისგან, რომლებიც არ არიან პარტიულნი და რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით. კანდიდატების დასახელება, თვითდასახელება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს და ყველას
და ეს კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ სამ კრიტერიუმს. პირველი პროფესიონალიზმი, მეორე აპარტიულობა და მესამე ფართო საზოგადოებრივი რეპუტაცია. ანტიკრიზისული მთავრობა არის ხიდი იმ სახელმწიფოსკენ, სადაც საბოლოოდ ინსტიტუტები იმუშავებენ ხალხისთვის. სადაც სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, მედია თავისუფალი, განათლება ხარისხიანი და სახელმწიფო სტრუქტურები ანგარიშვალდებული მოქალაქეების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება ერთ დღეში და ერთი ჯგუფის მიერ. ეს არის საერთო საქმე სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალების, განათლებული ახალგაზრდობის და დიასპორის. საბოლოოდ იმ ადამიანების ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო, ვინც დღეს გავართ აქ რუსთაველზე და ასევე ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არიან და გულით იზიარებენ ამ ყველაფერს და ვინც ამ პროცესში შორიდან არის შერთული. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერზე გვაქვს პასუხი, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის პასუხისმგებლობა და გამოცდილება, რომ ვიმუშაოთ ამ პასუხების მოსაძებნად. ჩვენი ხედვა არის მარტივი, ჩვენ გვქონით საზოგადოებრივ თანხმობას, რომ ასეთი გარდამავალი მოდელი არის აუცილებელი. შემდეგ მუშაობთ კონკრეტულ გზებზე, როგორ შეიძლება მისი განხორციელება კონსტიტუციის, კანონმდებლობის და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ეს პროცესი არის ღია, გამჭვირვალე, ხალხის მაქსიმალური ჩართულობით. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთ მიდგომას შეუძლია რეალური გარდატეხა მოახდინოს. დღეს, როცა ქვეყანას სჭირდება მორალური და ინსტიტუციური განახლება, ჩვენ პროფესიონალები, მოქალაქეები საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან ვამბობთ შემდეგს. საქართველოს აქვს იმის რესურსი, იმის ცოდნა და იმის ნება, რომ ეს ქვეყანა ერთობლივად გამოვიყვანოთ ამ კრიზისიდან. ეს არ არის ვიწრო ჯგუფის იდეა, ეს არის თითოეული მოქალაქისთვის, ვისაც ჯერა, რომ ქვეყნის მართვა უნდა ემყარებოდეს პრინციპებს და არა ვიწრო ინტერესებს. ამ გზაზე თქვენი ხმა, თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ამ პროცესის ინიციატორები და მოგიწოდებთ ამ პროცესში ჩართულობისკენ. ჩვენი შემდგომი ნაბიჯები არის საინიციატივო ჯგუფის გაფართოება, პირდაპირი ინკლუზიური დიალოგი მოქალაქეებთან და საერთო საზოგადოებრივი ეროვნული თანხმობის შექმნა. გმადლობთ, რომ აქ ხართ, გმადლობთ, რომ ერთად ვართ, რომ ფიქრობთ და გმადლობთ, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებით ქვეყნის აწმყოს და მომავალს. ახლა სიტყვას გადავცემ ჩვენი საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ქოთა გელაშვილს, რომელიც წარმოგიდგენთ ანტიკრიზისული პლატფორმის ვებგვერდს. გამარჯობა ყველას. მოგესალმებით. სანამ კონკრეტულად ვისაუბრებთ საიტზე და გაერთიანების გზაზე, მანამდე პატარა შესავალი მინდა გავაკეთოთ, თუ შეიძლება. ემოციური მომენტი რო გავიხედოთ უბრალოდ თქვენ გვერდზე ვინდგანა, თქვენს უკან ვინდგას. რეალურად, ასე რომ დავფიქრეთ და გადავხედოთ, ვთქვათ, რა გავიარეთ და რა ადამიანები არიან ასე. სხვადასხვა პროფესიის, მაღალი კვალიფიკაციის და ქვეყნის სიყვარულის ქვეშ გაერთიანებული. ეს მოცემულობა სხვა რეალობაში არ დადგებოდა, რომ არა ეს ძალიან რთული და გაუსაზრისი პერიოდი. შესაბამისად, ეს რესურსი, უნიკალური რესურსი აუცილებლად უნდა იყოს კონსოლიდირებული. არ მომირედება ამის თქმა და რეალურად თქვენ ხართ ბოლო ბასტიონი ქვეყნის დამონების გზაზე. რაც არ უნდა ხმამაღლა შემდგას. ფასეულობებს მსგავსი გვაქვს თუ არა ერთნაირი ყველას. ეს ყველაზე ძალიან ჩვენ ვიგზენით, როცა ეს დღეები
რუსთავაზე დავდიოდით და თვითონ თქვენგანს ვეუბნებოდით, რომ დღეს არის პრეზენტაცია და მე პირადად ეგეთი აღმატებითი შეგრძნება ერთობის არასდროს არ მიგრძნით. სხვა მოცემულობა აყოფილა ეგეთი არასდროს რომ მე სხვა ადამიანთან ვისულიყავ და მეთქვა რომ იცით რა არის მე ისე და ის ვარ, ამიტომ გეპატიჟებით ყველასთან ფასეულობა ქონდა საერთო. და იმასაც მივხვდით რომ ეს ხო ტრეილერია იმისი თუ რა შეგვიძლია ჩვენ ერთად გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე ამ უნიკალური რესურსის მაქსიმალური ეფექტურობისთვის საჭიროა მიზნობრიობა. მიზნობრიობა რაც ჩემმა მეგობრებმა ილაპარაკეს, რომლის ქვეშაც გაერთიანებული სულ სხვა ძალას იძენს საზოგადოება. პირველ რიგში ეს ჩვენ დაგვიცავს გარე ფაქტორების დესტრუქციის მოცემულობებისგან ემოციურად, რომ არავყვეთ იმ ყველაფერსაც ხდება, უნდა გავიაზროთ, უნდა მივხვდეთ რა ხდება, მაგრამ ვიმოქმედოთ ჩვენი მიმართულებით. და ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერზე გვექნება პასუხი. რეჟიმის მოქმედებები ფონური გზა არის ამ შემთხვევაში. და აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა მოხდეს, გადაკეტავენ გზას, ვიპოვით მეორეს. აკრძალავენ ქუჩაში გამოსვლას, გავხსნით პლატფორმებს. ყველანაირ განაწყვეტილებას ვიპოვით, როცა ჩვენ ყველა ვიქნებით ერთად და ვიმოქმედოთ ერთი მიმართულებით. ქვეყნის სიყვარულს და მის კეთილდღეობის ზრუნვას არანაირ ნებართვა არ ჭირდება. ეს ფაქტია. შესაბამისად, ეს ყველაფერი პრაქტიკაში გადავიტანოთ, მე ამ შემთხვევაში უფრო ოპერატიულობისთვის მივალ ლეპტოპთან და იქიდან გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ თითოეული თქვენთაგანი გაერთიანდეთ ამ ჩვენს პლატფორმას. პირველ რიგში, როგორც შედიხარ საიტზე, ჩემო მეგობრებმა რაც ილაპარაკეს, ყველაფერი ეს არის განსაზღვრული, გაეცნობით. აქვე არის ადამიანები, რომლებიც უკვე შემოუერთდნენ და რატო შემოუერთდნენ. არის თქვენი როლი, სად შეგიძლიათ იპოვოთ. მივხვდით იმ ეტაპამდე, სადაც შეგვეძლება უკვე დავასახელოთ თქვენი აზრით შესაფერისი კანდიდატები ტექნიკური ანტიკრიზისული მთავრობისთვის. გაეცნოთ აქვე ინიციატივის შინაარს და გააკეთოთ თავარი. გაერთიანდეთ ჩვენ პლატფორმაზე. მარტივად ხდება. წერით სახელი გვარი, მინიმალური ინფორმაცია ელფოსთან რომ თქვენთან მოხდეს დაკავშირება და მხოლოდ დღეს სპეციალური შეთავაზება ფოტოს და ვიდეოს გარეშე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ზოგადად იდენტიფიცირება ხდებოდეს და ემოციური ძალა დაინახო ადამიანი ვინ ერთება, მაგრამ დღეს, როდესაც ესეთი სიტუაცია და საშუალება გვაქვს მაქსიმალურად ბევრს მივაწოდოთ ეს შეთავაზება, დღეს შეგეძლებათ მხოლოდ ფოტოს და ვიდეოს გარეშე ათვირთოთ. მე დაგიკავშირდებით და ამ დამატებით ინფორმაციას გამოგართმევთ. ამ შემთხვევაში მე ჩემ მეგობარს ვთხოვ, რომ პირველმა ჩვენთაგანმა მოდით უშენანი ანი საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია, თვითონ მოწვის რას წარმოადგენს. მოგესალმებით ყველას და ძალიან მიხარია რომ ამდენ ხანს ხედავთ აქ. მე ანი ვარ გოცერიძე, HR-ი და ალბათ თქვენ ვიცით, უნდა გავიმარჯვოთ აუცილებლად. ეხლავე აქვე ანი ჩაწერს. ეს არ არის ამ შემთხვევაში მხოლოდ ანის გზა. ნებისმიერ თქვენთაგანს შეგიძლიათ პარალელურად გააკეთოთ ეს ყველაფერი. ძალიან მარტივი საიტია, ჩვენია G. იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ თუ არ ვიმოქმედებთ, კი ვხედავთ რა ხდება და საერთოდ მიდის სიტუაცია. ჩვენ საზოგადოების წევრები, აპარტიული ინდივიდები, რომელსაც აწუხებს რა ხდება დღეს. სახელი, ჩაწერილი ანი.
შეავსერანი და გააგზავნენ. შეგიძლია ფოტოს და ვიდეოს გარეშე დღეს. პროფესია. სამუშაო გამოცდილება. What's it doing? და რატომ უღწევი შეგიძლია? და გაგზავნა. სიყვარული მადლობა რომ შემოვედი ჩვენს პლატფორმას ერთად ვიმუშაოთ გამოსავალზე. ბატონო გაჩი, თქვენთან რო არ მოვიდე ისევ ამ მიკროფონით, გადმოგცემთ სიტყვას თუ შეიძლება. ეხლა გვექნება ბატონებმა დაგუპეს შემოგვიყვება. ჩვენ ეხლა ამ პროცესში მეგობრები გვყავს რა თქმა უნდა არა მხოლოდ გულშემატკივრები გულშემატკივრები, არამედ ამ პროცესში ავანგარდში მყოფი, ამ პროცესის ავანგარდში მყოფი ადამიანები, რომლებიც ჩვენი ღირსეული თანამოაზრეები არიან. ესენი არიან ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც რა თქმა უნდა საწყისშივე 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები მაჯისცემაზე უდევთ ქვეყნის ხელი ბელგიიდან, ჩეხეთიდან, პრაღას სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საპროტესტო მუხტს 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ მუდმივად უერთდებიან და სოლიდარობას გამოხატავენ ქვეყნისადმი ყოველკვირეული, არა მარტო ქვეყნისადმი, ხალხისადმი, ყოველკვირეული აქციებით და ყოველკვირეული აქციებიდან ხმას აწვდიან სრულად საქართველოს. პრაღა, აქეთ რეგიონიდან ქუთაისი ყავს, სამწუხაროდ ტექნიკური პირობებიდან გამომდინარე სხვა ქალაქები, სხვა რეგიონი ვერ ჩავთვით და მოусმინოთ ალექს. ორი სიტყვა გითხრათ. მოგესალმებით პრაღიდან. მიხარია რომ დღეს ამნიშნულოვან საღამოს გიერთებთ იმ ქალაქიდან, რომელიც ემიგრანტების უცხოელი პროტესტის სიმბოლოდ იქცა. ქალაქი, სადაც მოქალაქეები უკვე 50 კვირის განმავლობაში ყოველ შაბათს ვიკრიბებით ერთად, შვიდად, მაგრამ მტკიცეთ. ვინაიდან არ გვინდა რომ ეს ტკივილი უიმედოდ და უმოქმედოდ იქცეს. გვინდა რომ გადაიქცეს პასუხისგებლობად და მოქმედებად. იმიტომ რომ ჩვენთვის პროტესტი მხოლოდ ქუჩაში მდგომა არ არის. ეს არის გზობს რომ საჭიროა ფიქრი, ცოდნა და თანამშრომლობა. საჭიროა ჩვენსა გამოსვლის დროს ერთად გომა, ერთობა და იმ ძიება გონივრულად, მშვიდად და პროფესიონალურად. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული ის დღეს თბილისში ხდება ანტიკრიზისული პლატფორმის წარდგენა, ვინაიდან ეს არის ღია, ინკლუზიური და არაპარტიული სივრცე, სადაც მთავარი ჩვენ ვართ მოქალაქეები და ჩვენი საქმის პროფესიონალები, რომლებიც სწავლობთ, ფიქრობთ და მოქმედებთ ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვართ დღეს, სინამდვილეში მაინც ერთი მიზანი გვამოძრავებს და ერთ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ ვიბრუნებთ პასუხისმგებლობას და ერთმანეთის ნდობას. დღეს როცა ყველაფერი რთულია, მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ ჩვენს დასვას სხვა ვერავინ შეძლებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. და თუ არა დღეს როდის, და თუ არა ჩვენ მაშინ ვინ. მადლობა თითოეულ თქვენგანს, მან დგომისთვის, ერთობისთვის და გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად აუცილებლად ბევრ რამეს შევძლებთ. მადლობა დიდი. მადლობა ალექს.
ქუთაისიდან თუ შეგვიძლია მოგესალმებით ყველას. ისმის ჩემო, ისმის. დიდი მადლობა მოგესალმებით ყველას და უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს იმისათვის, რომ მრავალთვიანი ეს სამუშაო დღეს დაგვირგვინდა ამ შესანიშნავი პრეზენტაციით ფართო აუდიტორიისთვის, იმ იდეის გაცნობისთვის, რომელზედაც მრავალი თვის განმავლობაში ძალიან უჭიერი, ძალიან წარმატებული ადამიანები, შემატკივარი ამ ქვეყნის ადამიანები მუშაობდნენ და მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ იდეას მოისმენენ, მიიღებენ როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატივას და გამოსავალს დღეს არსებული მდგომარეობიდან. მე მოგესალმებით თქვენ ქუთაისიდან. ქუთაისში უკვე 323 დღეა მიმდინარეობს საპროტესტო აქცია ჩვენი კრივებით ყოველ საღამოს რუსთაველის ქუჩაზე, აქაც რუსთაველის ქუჩაა, სადაც მდებარეობს ქუთაისის მერია და ყოველ საღამოს სოლიდარობის ნიშნად, სოლიდარობას უცხადებთ თბილისში მიმდინარე აქციებს, სხვა ქალაქებში მიმდინარე აქციებს და რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანებს, რომელსაც სურს სრულდება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ სრულებაში არის, რა თქმა უნდა, წარმატება და პროგრესი. მიმაჩნია, რომ ანტიკრიზისული პლატფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალტერნატივა, რომელიც შეძლებს იმ ბიძგის და იმ იმედის მიცემას, იმ მოტივაციის გაზრდას, რომელიც სწორი მიმართულებით ყვარობს იმ ადამიანებს, რომლებიც მიდიან ცნებისთვის ამ ქვეყანაში და ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე დიდი მიზანი, რაც ჩვენ ყველას გვამოძრავებს, ეს არის ევროინტეგრაცია, ევროკავშირისკენ სვლა და ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ საბოლოო მიზანი არის ეს. თუმცა დღეს ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით ყველანი, რომ შორეული გახდა ამ პირობებში ამ დიდი მიზნის მიღწევა და ამიტომ ყველაფერი გვიწევს მინუსებიდან დავიწყოთ და ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ კვლავ გაერთიანდეს მთელი საზოგადოება, უამრავი ადამიანი, მთელი საქართველოს მასშტაბით, არა მარტო დედაქალაქში, ყველა სადაც არის საპროტესტო კერები და იქ სადაც ვერ ხერხდება საპროტესტო კერების შექმნა, ბევრი გარემოება გამო და ვაიძინოთ ეს ხელისუფლება, ვაიძინოთ დღეს არსებული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, რომელიც ქართული ოცნებითაც არის გამოხატული, რომ დაბრუნდეს ქვეყანა ნორმალური განვითარების ტრაექტორიას და გზას. მადლობა. მადლობა. ოკეი, გელოდებით. გამარჯობა. მე ვარ ნინო შარაშიძე. მე ვარ ალექსანდრე პეტრიაშვილი. მე ვარ თეა ბახტაძე. კოთოლა გელაშვილი. ვარ ეკალვინცა. ახაციქარიშვილი. პროფესიით ადვოკატი, პროფესიით ეკონომისტი, პროფესიით მეცნიერი. ფინანსისტი. მუსიკოსი. პოლიტიკური მეცნიერების კვლევარი, იურისტი, პროფესიით ჟურნალისტი, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. ჩემთვის განსაკუთრებით თურქელია ყველა იმ სამართლოს კვლევას თარჩუნს უკანაში ხდება. ამიტომ ვერთები ამ პლატფორმას და მინდა რომ ჩემი თქმით შევიტანო იმაში, რომ კანონი ყოველთვის თანასწორია, სამართალი ყოველთვის სამართლიანი გახდეს. ხარს უჭერ ანტიკრიზისული მთავრობის ინიციატივას და მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ იდეის განხორციელებაში. გავეცანი ანტიკრიზისული პლატფორმის პროექტს, მინდა ჩავერთო და ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში. გავეცანი ანტიკრიზისული პლატფორმის პროექტს და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ქვეყნის ურთულესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად. გავეცანი ანტიკრიზისული პლატფორმის პროექტს და მზად ვარ ჩავერთო და მივიღო მონაწილეობა ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. გავიგო თქვენი ანტიკრიზისული პლატფორმის შესახებ და მინდა ქვეყანას გავიგო. გავეცანი ანტიკრიზისულ პლატფორმას და რა თქმა უნდა უერთდები, მინდა რომ ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში. მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოხმარო ჩემი საქართველოს. მონაწილეობით დემოკრატიას და მინდა გამოვიდეს საქართველოს. მადლობა მეგობრებო, ფაქტობრივად ჩვენ დღეიდან უკვე ვიწყებთ
არასავალდებულოა სხვათა შორის ბევრის გასაგონად ვიდეოები არ არის ვიდეოსატვირთა სავალდებულო არც ფოტოსატვირთვა იქნება სავალდებულო ვიღაცისთვის ანონიმურობაც მნიშვნელოვანია და ესეც გათვალისწინებული იქნება შესაბამისად იქიდან გამომდინარე რომ პროექტი არის სახალხო ფაქტობრივად ამიტომ ნებისმიერი თქვენთაგანის შემოერთებას იდეების გენერირებას და ამ ინიციატივების გაფართოებას ვიწყებთ უკვე დღეიდან გელოდებით ჩვენ პლატფორმაზე გელოდებით ჩვენს გვერდით და ერთმანეთის მხარდამხარდგომით აუცილებლად გავალთ ფონდს და ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ისიც რომ დღეს აგერ ილიას და აკაკის ძეგლთან ვარ და სიმბოლურად გავაჟღეროთ რა ხო დასასრულს რომ ბედს თავად კაც იქნის და არა ბედი კაცსა და მართლაც ესეა რა არ შეიძლება დღევანდელი დღე ამათ ეს ადამიანები დაყურებენ და რაღაც სიმბოლურად არ გაგვეჟღერებინა რადგან თითოეულ ჩვენთაგანზეა ხვალინდელი დღე როგორ გაგვითენდება და თითოეულ ჩვენთაგანზე საქართველოსზე უანგაროდ შეყვარებულ ადამიანებზეა დამოკიდებული ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მზის სინათლის დამკვიდრება ამიტომ მადლობა თითოეულ თქვენთაგანს დღეს მობრძანებისთვის მადლობა თითოეულ თქვენთაგანს გულშემატკივრობისთვის აუცილებლად უნდა გადაუხადოთ მადლობა ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წევრებს და მინდა ყველას გასაგონად ხაზგასმის აღნიშნოთ რომ დღევანდელი ეს ჩვენი პრეზენტაციაც არის აბსოლუტურად საინიციატივო ჯგუფის საკუთარი კონტრიბუციის შედეგი და თითოეულ მათგანს მადლობა რადგან ეს არ არის პომპეზური არც გვინდოდა პომპეზური და სიმაღლე მითხრა და არც გვაქვს მაგისი ასპირაციული რესურსი თუმცა თითოეულმა მათგანმა ჩადეს გაიღეს კონტრიბუცია გავიღეთ კონტრიბუცია იმისთვის რომ თქვენ წინაშე წარდგენილიყავით ორგანიზებულად და ხარისხიანად რადგან ხარისხი და მაღალი სტანდარტი ლეიტმოტივად გასდევს ჩვენს ყოველდღიურობას და ჩვენს საქმიანობას და ჩვენ პიროვნულობას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და სიმბოლურად გვინდა დაგირიგოთ ვერაფერი საჩუქრები და რაღაც მსგავსი ვერ მოვიდგეთ და მგონი არც მაგის დროა, ამიტომ ფუქისები ალბათ ყველამ კარგად იცით, დაგირიგდებათ. ეხა გახსენით მადლობა სხვათა შორის ჩვენი ნინოს დედას, რომელმაც მოგვიმზადა და ყველამ გაავტეხოთ სამოტივაციო ფრაზებია და ამით დაგემშვიდობებით და ვიწყებთ ხვალიდან აქტიურ ინკლუზიურ მუშაობას ერთად იმისთვის რომ უკეთესი მომავალი შექმნით. დიდი მადლობა.